გამარჯობა მეგობრებო, რომეო მიხავერიძე. და ესე იგი, გამოვწერე თემუდან 334-ის, 45-ის ინტეიკი. და მინდა აგიხსნათ თუ როგორ ყენდება ეს ინტეიკი. იმიტომ რომ ცოტა ესეთი კონსტრუქცია აქვს. თუ მე შეხება არ ქონია, გაუკვირდება რა, როგორ უნდა დაყენდეს ან ესე ცოტა ესეთი ის აქვს. რაღაცებს გადაკეთება დაჭირდა. ჩვეულებრივი ინტეიკი რაც ეყენა ავტომობილში, პადუშკებზე არის, ამოვქაჩავთ ზემოთ რა, ერთ ბოლტს აქ გადავხსნით, შევშვებ გოფრაზე და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ამოვედი. ხოლო ამის დაყენება შედარებით რთული. ესე იგი, უნდა მოვხსნათ აი ეს. აქ აქვს T20 ზვესდოჭკა ბოლტი და როდესაც ამას მოვხსნით, შემდეგ უკვე ყენდება ეს აი აქ. აქ აქვს თავის ქარხნული ბოლტი. იმ ბოლტს მოვხსნით. რვიანი ბოლტი არის და შემდეგ აი ესე ამას ახლა არაფერი არ უნდა ააწყობთ რეზინებს ჩვეულებრივად ჩააცმევთ თქვენთვის ლამაზად. აი აქ დავუყენოთ პადუშკას რა. აი ას, როდესაც ასეთ დაიჭრთ ქვედა მხარეს უნდა იყოს პადუშკა. აი ამ პადუშკას დავუყენებთ აქ რვიანი ბოლტით. აი აქ ქვედა პადუშკას. ეს როდესაც ჩაჯდება, აი იმ რვიან ბოლტს დაუჭერთ აქ, სადაც მოხსენით. აი აქ დაუჭერთ იმ ბოლტს. შემდგომ აი ესეთი ათიანი თავის შაიბით უნდა შევუშვათ აქედან. და ეს უნდა გამოაძვრინოთ აი აქ. შემდგომ აი ამ ბოლტს გამოვუყრით აქ და დავუჭერთ ათიანი გაიგეთ. ჰაერის შემკრავი უკვე დამონტაჟებულია. ამ შემდგომ გჭირდება აი ამ პლასმასზე მცირედი ჩარევები. აი აქ აქვს ფეხი და ეს ფეხი უნდა მოვტეხოთ, თორემ ხელს უშლის აქ უკვე დამონტაჟებას. აი ასე თავის T20 ბოლტით ავსვავთ. ვოздухამერი უნდა მოვხსნათ და გადავიტანოთ ჩვენს ინტეიკის მილზე. რომელიც გამოიყურება ასე. ეგ შეგხვდებათ ეს პადუშკა, რომელიც უნდა დაუჭიროთ აი აქ ამ ადგილას. შემდეგ აი ეს ბოლტი უნდა გაუშვათ ქვემოთ. და თავად გოფრაში შევსვით. ეს არ შეგეშინდეთ ბოლომდე არ ჩადის, მაგრამ აქედან ჰაერს მაინც არ იღებს. უკვე გატესტილი მაქვს ჩემ ავტომობილზე და სხვათა შორის ძალიან კარგად მუშაობს. მაქსიმალურად კარგად უნდა დავუჭიროთ, რომ ჰაერი არ აიღოს. დავაგებთ აი აქ. და ესეც ჩვენი ვოздухამერის ეგრეთ წოდებული ჰაერის ნაკადის სენსორის შტეკერი, რომელსაც შევაერთებთ. ეს ჩვენი სპორტული ფილტრი. ჩვენი ინტეიკი უკვე დამონტაჟებული არის. ძალიან ისეთი მცირედი სრულიები მოგვიწეა, რომ გავუკეთებია ისი დამონტაჟებისათვის. ახლა რა დაგჭირდებათ თქვენ ამ ყველაფრის დასამონტაჟებლად? მოკლედ, რვიანი გალოვკა, ათიანი, პრასტოი ატიორკა და T20. აი ესენი.